თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ ამ თავისი 3000 კაცი თუ 2000 კაცით რაღაცა მართლა გააკეთეს. პირობითად შეეშინდა ივანიშვილს და წავიდა. საწავა ახლა ანჭორვილაში ან აბასთუმანში, და ანუ რეგში. ხალხი ხო არ წავა. ხო გამოგივარდებით ფიწლები და ხო გადაგალეწავთ მაგ თავებზე, მაგ იდიოტ თავებზე, სულ გაყიდული, ესენი არიან სულ გაყიდულები. ამათ უნდა ურტყა ყოველდღე ფიწალი თავში. მაშინ იმ მომენტში, როცა გადასტომებს გააკეთებენ და ქართული ხალხის აზიანოდ გადადგამენ ნაბიჯებს. ისად გაიქცევა მალხას, მე აბსოლუტურად არ მაინტერესებს, ჯერეთი ამას ნამდვილად არ მოველოდები. ხელისუფლება ეს ხელისუფლება მყარად არის. ამ აგენტურას კიდე იმდენი ძალა არ აქვს. ეს ლიბერალური დასავლეთი არის სრულიად დისკრედიტირებული. და ეს ივანიშვილმა მოახერხა სხვათა შორის მთელი მათი მეხუთე კოლონით, მაგრამ თეორიაშიც კი ვინმე სადმე თუ წავიდა, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება გარბოდა წითელხიდზე, ხო, ომის დროს 2008 წელს. დაუშვათ ეგერ. ხალხი ხო არ გაიქცევა კაცო. გამორიცხულია რომ მაგათ ქვეყანა დაუთმო, გამორიცხული შევაკვდებით.